წამება და არაადამიანური მოპყრობა პოლიციაში კადრები, რომლის გასაჯაროებამ მთელი სისტემა გააშიშლა, ის რაც ვიცოდით, ის რაზეც მუდმივად ყვებოდნენ დაკავებული ადამიანები, ახლა ვიხილეთ. მოგესალმებით, ვიწყებთ TV1-ის შაბათის ეთერს ზუსტად 8 საათზე. ნახავთ და გაიგებთ უფრო მეც, ვიდრე ეს, მოისმინეთ და ნახეთ ნოდარ მელაძის შაბათის ანონსით ნოდარ საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები რა ხდება პოლიციის განყოფილებებში. წამების და არაადამიანური მოპყრობის ვიდეო მასალა, რომელიც თავად პოლიციელებმა გადაიღეს. დანაშაული არ ჩაუდენია მხოლოდ ერთ პოლიციელს და მსხვერპლი არ არის მხოლოდ ერთი მოქალაქე. იმ 5 ვიდეო მასალაში, რომელიც შაბათის გუნდის ხელში აღმოჩნდა, მინიმუმ 3 სხვადასხვა ეპიზოდია, 3 სხვადასხვა ფიგურანტის მონაწილეობით, როდესაც მათზე სასურველი ჩვენების მისაღებად ხორციელდება ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში. აქ არ არის მხოლოდ ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცას თხოვენ მისცე სასურველი ჩვენება, აქ არის მათი დამცირება, არაადამიანური მოპყრობა, ვიღაცის შეგინების მოწოდება ან ვიღაცისთვის გარტყმის მოწოდება, რასაც პოლიციელები პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილი ახალგაზრდებისაგან ითხოვენ. ვიდეო მასალა მძიმე სანახავია, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა ხდება. ქართული ოცნების რეაქცია მას შემდეგ, რაც ამ გადაცემის ანონსი, მხოლოდ ანონსი, ეთერში გავიდა ცხადა დაჩვენებს, რომ ქართული ოცნების სურვილია ასეთი ფაქტები მიჩქმალოს და საზოგადოებამ არ იცოდეს ამის შესახებ. სხვაგვარად შეუძლებელია ახსნა მოუძებნო იმას, რასაც ახლა ქართული ოცნება აკეთებს და მათი მხარდამჭერები ჩადიან. სრულიად არაადეკვატური რეაქცია და დამნაშავეების გამართლების მცდელობა ჟურნალისტებზე თავდასხმისგან. ანუ რას გვეუბნებიან, რას გვედავებიან, რას გვიმტკიცებენ, გვეუბნებიან რას, რომ ძალადობის კადრები, რომელიც მოიპოვეთ თქვენ, არ უნდა ენახა მაყურებელს, არ უნდა ენახა ამ ზუსტად ამაზე არის ლაპარაკი. ახლა სწორედ რაზე აქვს პრეტენზია? სანამ ეთერში შემოვიდოდი, ქართული ოცნების პარტიული მხარდამჭერების რამდენიმე ბანერი გამომიგზავნეს, რომელიც სოციალურ ქსელში მათ მიერ ვრცელდება. ვერ გამოვიდა ეს პარტია მმართველობის 14 წლის თავზე Facebook ჯიბგირობის ეპოქიდან. ანუ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ღირსეული ძალა, როდესაც გავსი სისტემური დანაშაული ვლინდება, არ იქცევა Facebook ჯიბგირივით. ზუსტად ასე იქცევიან, დაატარებენ 2022 წელი ქართული ოცნების მმართველობის წელი არის. ნოდარ, აი ეს მეკითხვა რა. მეკითხვა მაქვს საქართველოს პროკურატურასთან, სხვათა შორის გუშინდელი ღამის შემდეგ, როდესაც გაავრცელეს განცხადება, რომ ჩვენო უთხარითო, რომ ეს კადრები იყო 2022 წლისო, ეს არის ტყუილი. საქართველოს პროკურატურასთან ჩვენ მიმოწერა ქონდა წერილობითი სახით, სადაც სიტყვაც კი არ არის ნათქვამი იმის შესახებ, მათ განცხადებას ჩვენ 8 საათზე გიჩვენებთ ზუსტად, რაც მოგწერეს იმის შესახებ, რომ ეს იყო 2022 წელი, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა? ანუ არ კადრების უწყوارად არა. ნოდარ, ერთი წუთით გავჩერდეთ თუ შეიძლება. ამაზე ვსაუბრობ, ანუ რას გვეუბნებიან, რომ 2022 წელს მოხდა ფაქტი და მას შემდეგ, რაც ნოდარ მელაძემ და მისმა გუნდმა მოიპოვეს სასტიკი ძალადობის კადრები, ეს არ უნდა გვეჩვენებინა, ეს სამთავარი პრობლემა და 2022 წელს რომ მოხდა, 2026 წლის 23 თებერვლამდე რა ხდებოდა? 3 წელი და მნიშვნელობა აქვს ვინ იყო შინაგან ნახევრის განმავლობაში რატომ მალავდნენ ამ დანაშაულს შინაგან საქმეთა სამინისტროში? სავარაუდოდ იმიტომ, რომ მაშინ გადაწყვიტეს ემოქმედად, როდესაც გაიგეს, რომ კადრებმა გაჟონა. ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის რა მნიშვნელობა აქვს მინისტრი მაგ დროს იყო გომელაური თუ ვინ არის ახლა თამაზაშვილი? რა მნიშვნელობა აქვს პრემიერ-მინისტრი თუ ირაკლი კობახიძე? პარტია ქართული ოცნება მართავდა მაშინაც იმ 2022 წელს ამ ქვეყანას და 2026 წლის 23 თებერვალსაც, როცა ისინი დაიჭირეს. საქართველოს ძალოვანი უწყებები
ამ ამბავს სისტემის შიგნით მალავდნენ 3 წელიწადნახევრის განმავლობაში და მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს ეს პოლიციელები, რაც კადრების გაჟონვის შემდეგ ერთ-ერთი პატიმრის დედამ, რომელმაც ეს კადრები მოიპოვა, სასამართლო პროცესზე მოსამართლეს უჩვენა კადრები და შემდეგ პროკურორს უთხრა, რომ ამ კადრებს გაასაჯაროებდა. ამის შემდეგ მათ გაავრცელეს წერილობითი განცხადება საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა წერილობითი განცხადება 2026 წლის თებერვალში, რომ დააკავეს 3 პოლიციელი, რომლებიც ბრალდებულები იყვნენ პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილი მოქალაქეების მიმართ გამოჩენილ ძალადობაში. მაგრამ აქ მთავარი ამბავია, რატომ მოიტყუეს დაუმალეს საზოგადოებას ეს მძიმე კადრები სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე ჩვენ ვხედავთ პროკურატურის განცხადებებს და სისხლის სამართლის მტკიცებულებების ჩვენებასა და გასაჯაროებას. რატომ დაუმალეს საზოგადოებას ეს ამბავი? რატომ დაუმალეს? ყველა დეტალს 8 საათზე გაიგებთ. ეს არის ძალიან ვრცელი მასალა, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ და ჩვენი მაყურებელი ეთერში იხილავს და ამ ყველაფრის მიზანი ახლა ძირითადი მთავარი ამბებიდან, რაც ხდება პოლიციის შიგნით, ყურადღების გადატანა რაღაცა დეტალებზე, რომ გადაცემის ანონსში ეს იყო თუ ეს არ იყო 8 საათზე იქნება ყველაფერი და მხოლოდ ეს არა, დღევანდელ ეთერს სრულიად სხვა ამბით გავხსნით, ძალიან საინტერესო ამბით, ასე რომ ღირს დაელოდოთ და ნახოთ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, როდესაც სახელმწიფო ძლიერი და პასუხისმგებლიანი ხელისუფლება მსგავს დანაშაულებებზე რეაგირებს ადეკვატურად, აქ ჩანს, რომ შესაძლოა მათ ისინი არ იყვნენ თანამონაწილეები ამ პროცესის, მაგრამ როდესაც იწყება Facebook ჯიბგირობა და დადიან და თავარი ამბავი მათი არის, რომ ეს დანაშაული ამ წელს მოხდა თუ იმ წელს მოხდა, დანაშაულისათვის პოლიციელები დააკავეს 2026 წლის თებერვალში და 3 წელიწადნახევარი ეს დანაშაულის სისტემის შიგნით იმალებოდა და ჩნდება კითხვა, როდესაც ეს ადამიანები თანამდებობაზე აგრძელებდნენ მუშაობას, რამდენ ადამიანს შეეხო? ამაშია საქმე, ნოდარ და კიდევ ერთი უსინდისოდ ამ ყველაფრის შემოტრიალება მედიის წინააღმდეგ, მელაძის შაბათის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ თქვენებართვით, რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყო მინისტრი, რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყო პრემიერი იმ დროს, როდესაც ეს კადრები იქნა გადაღებული. პარტია ქართული ოცნება და მათი მმართველობის პერიოდია ეს და რას ნიშნავს პრეტენზია, როდესაც მედიას ხელში უვარდება პოლიციის ძალადობის ამსახველი უსასტიკესი, ძალიან მძიმედ სანახავი კადრები, რასთან გვაქვს ჩვენ საქმე? არ უნდა გავაშუქოთ? მედიის პირდაპირი მოვალეობა, როდესაც მსგავს ამბის შესახებ შეიტყოს, აცნობოს საზოგადოებას და მოუყვეს მთელ საქართველოს. იმიტომ რომ ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ გვესმოდა პოლიციის განყოფილებებში ადამიანების წამების და არაადამიანური მოპყრობის შესახებ. გვესმოდა მათ შორის ჩვენ სატელევიზიო რეპორტაჟებსა და ჟურნალისტურ გამოძიებებში. გვესმოდა სასამართლო დარბაზებში, როდესაც მაგალითად ალან ყაყიდაშვილის მეგობარი ყვებოდა, რომ როდესაც ყაყიდაშვილი მიიყვანეს პოლიციაში, ნაძალადევის პოლიციაში დაკითხვაზე, მას გვერდით ოთახიდან ესმოდა წამების და არაადამიანური მოპყრობის ხმები. ყაყიდაშვილი ცუდად გახდა, ლევან რატიანის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა და შემდეგ ამბობდნენ, რომ ეს პოლიციაში მომხდარი ზეწოლის ბრალი კი არ არისო, არამედ ეს არისო მანამდე მომხდარ ჩხუბში მიიღო სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვები, როდესაც ადამიანი იმ ჩხუბიდან თავისი ფეხით მიდის და ეს კადრები და ძალიან კარგად დგინდება. მაშინ პოლიციის შენობაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები საზოგადოებას არ უჩვენეს. საზოგადოებამაც 1 კვირის თუ 2 კვირის განმავლობაში პროტესტი გამოთქვა და გაჩუმდა. როდესაც ჩვენ გვესმის სხვისი მოყოლილი ამბები, ეს შესაძლოა აღსაქმელად რთული იყო. და ეს არის ვალდებულება, უნდა გაშუქდეს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბოდიში მინისტრი სხვა პასუხისმგებელი პირები, ვინც თუნდაც იმ 2022 წელს, რომელზეც აქცენტირებს ახლა სამარცხვინოთ სახელმწიფო თავისი საცეცებით,
ეს ხალხი ჯილდოებით არის სახში გაშვებული, ღირსების ჯილდოებით არის სახში გაშვებული და კიდევ ერთხელ სვამ კითხვას, რა მნიშვნელობა აქვს გვარს. პარტია ქართული ოცნება იყო 2022-ში, არის 2026-ში. უკაცრავად ნოდარ, რამდენი ამბავი ჩვენ გვსმენია, რამდენი ამბავი თქვენ გამოგიძიებიათ. აი, როდესაც მე გუშინ Facebook-ზე ამ თემის შესახებ წერდი, ერთ-ერთი თქვენს მიერ გამოძიებული სხვა შორის ახალგაზრდა, გარდაცვლილი ახალგაზრდის დედის კომენტარი იყო მე ვსაუბრობ თემო ხადურის ამბავზე, რომელიც არის სრულიად ბუნდოვანებით მოცული და თქვენ გამოიძიეთ მაგალითად პოლიციის დევნის კადრები თქვენ ამოიღეთ რომელიღაც ფერმიდან და დედა წერდა გუშინ ჩემი Facebook სტატუსის ქვევით, რომ მან სამართალი ვერ იპოვა. დემურსტურუა, რომელიც საუბრობდა თვითმკვლელობამდე უმძიმესი ტრაგედია პოლიციელის მხრიდან მუქარასა და ზეწოლაზე, ძალადობაზე. ლუკას სირაძე, რამდენი ერთი გავიხსენოთ, საბას ხვიტარიძე, მე შოქში მაგდებს სულ ვამბობ, საბას ისტორია, რომელზე ჩვენ დღევანდელ გადაცემაში სხვა შორის ვისაუბრებთ აუცილებლად, ხო? რა ხდებოდა მის თავს? და როდესაც ჩვენ კითხვას ვსვამთ, ეს არის თუ არა სისტემური ძალადობა? ორი კვირა გავიდა სულ რაღაც გორის შემთხვევიდან ჟურნალისტებს რომ არ გადაეღოთ ახალგაზრდა კაცების ცემის ამბავი. მე ვსაუბრობ პაპუნა ლოცულაშვილზე, კი გითხრა მისმა ოჯახმა რომ ეს ჩვენი საქმეა და ნუ რავინ ნუ გამოიყენებსო და ამ ოჯახს კიდევ ერთხელ მინდა უთხრა, არ არის მეგობრებო ეს თქვენი საქმე, აი ხედავთ, ნახეთ ნოდარ მელაძის შაბათის ანონსი, ეს მხოლოდ თქვენი ოჯახის წევს კი არ შეხებია, არამედ ეხება უამრავ ადამიანს. გორის ცემის კადრები რო არ ყოფილიყო, ვინმე დაიჭერდა იმ პოლიციელს? რა თქმა უნდა არა, მაგრამ აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ინგა. რატომ იღებდნენ ამ ყველაფერს თავად პოლიციელები? 2022-შიც და 2026-შიც გორის შემთხვევაში ჩვენ რას ვხედავდით? როდესაც მივიდა პოლიციელი, კადრში ძალიან ცხადად ჩანდა გორში, რომ პანღური უნდა ამოერტყა განეიტრალებული პირისთვის, რომელსაც ხელები ჰქონდა ზურგს უკან, მას მეორე პოლიციელი ამას იღებდა. ზუსტად იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ეს კადრები, რაც ახლა ანონსში ტრიალებს, პოლიციელების გადაღებული არის. ეს მათ გადაიღეს შესაბამისად პოლიციელი, რომელმაც კანონი წესით კარგად უნდა იცოდეს და იცის, რომ ჩადის დანაშაულს. ამ დანაშაულის მტკიცებულებას თავად ქმნის და ჩნდება კითხვა რისთვის. საციხო საქმის მტკიცებულებას ეს პოლიციელი თავად რატომ იღებს? სავარაუდოდ დავალება? ვისთვის არის განკუთვნილი და არის თუ არა დავალება, რომ ასეთი ვიდეო მასალა უნდა გადაიღონ ვიღაცისთვის დასამტკიცებლად, რომ მათ ეს გააკეთეს. ეს ჩატი სულ რაღაც 2 წელიც არ გასულა. 2024-ის აქციების დარბევების მერე ნაწამები, ნაცემი ადამიანები ხო ყველა ერთად ყვებოდა ნოდა, რომ მათ რომ ცემდნენ, პარალელურად უღებდნენ კადრებს, უღებდნენ ვიდეოს, სადღაც ჩატში აგზავნდნენ. უკაცრავად, ეხლა ვინც ესე გამწარებული, რაღაცნაირად ცდილობთ, რომ გააპრაოთ ეს საზიზღრობა, ეს ამაზენი ძალადობა, ხართ დარწმუნებულები, რომ იმ ჩატიდან სხვა კადრებიც არ გამოვა, რომ იმ ჩატიდან კიდევ არ გამოჟონავს. ხართ თქვენ ამაში დარწმუნებულები, ნოდარ შეუძლებელია ჩვენ არ ვისაუბროთ იმაზე, რომ სახელმწიფო თავს როგორ იმართლებს. ანუ რატომ გააშუქეთო? წარმოგიდგენიათ თქვენ მედიას პრეტენზიას უხენებენ, რატომ გააშუქეთო? რას ქვია რატომ გავაშუქეთ? სხვა ხელისუფლების დროს ხდებოდა, სად იყავით ამდენი ხანი? ვინ იყო პასუხისმგებელი? ორდენი რომ დაკიდეთ, მაშინდენ შინაგან საქმეთა მინისტრს და ისე გაუშვით სახში, არ დაგვავიწყდეს ჩვენ დღევანდელი შინაგან საქმეთა მინისტრიც, რომლის უწყებამაც გუშინ ეს განცხადება გავრცელა, ასევე არის სანქცირებული. ძალიან დიდი ბოდიში მედიის ვალდებულებაა და ეს იქნებოდა დანაშაული, რომ ეს არ გაშუქებულიყო და მთავარი ჟონავს ჩადენილი დანაშაულების ამსახველი ინფორმაცია და უკვე კადრებიც ჟონავს. რაც ნიშნავს ეს? აქ არის მთავარი ამბავი. სახეზე გვაქვს უმძიმესი დანაშაული, რომელიც ჩადენილია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ. საქართველოს პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ორივე უწყება პირველი ადასტურებენ, რომ პოლიციელებმა ჩაიდინეს უმძიმესი დანაშაული. მეორე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა ადასტურებენ, რომ დანაშაული
სამი სხვადასხვა ეპიზოდი, სამი სხვადასხვა მოქალაქის მიმართ, ეს ის რაც ჩვენ მოვიპოვეთ, თუმცა არის უფრო მეტი, არის ჩადენილი პოლიციის განყოფილებაში. საქართველოს პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებენ, რომ 3 წლისა და მინიმუმ 5 თვის განმავლობაში ეს დანაშაული სისტემის შიგნით იყო დამალული და მასზე რეაგირება არ ხდებოდა. წერტილი. სხვა ყველაფერი არის ბელეტრისტიკა. დანარჩენს ძალიან მნიშვნელოვან ამბავს, კადრებს დღეს საღამოს 8 საათზე მოგიყვებით. ჩვენ გიჩვენებთ, როგორ რეაგირებს ასეთ დანაშაულებებზე სისტემა და შემდეგ როგორ გრძელდება ხოლმე ეს პროცესები. სპეციალურად დღევანდელი დღისთვის ჩვენ არ გვყავს ხოლმე სტუმრები გადაცემაში, მაგრამ სპეციალურად დღევანდელი დღისთვის ამ სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის კადრებს გავაანალიზებთ თბილისის ყოფილ პროკურორთან მაიამ წარიაშვილთან ერთად და შევაფასებთ იმ მუხლს, რომლითაც მიმდინარეობს გამოძიება და რატომ ასეთი მსუბუქი მუხლებით ყოველ შემთხვევაში ყოველი მსგავსი ფაქტის დროს ამაზეც ვილაპარაკებთ. ეს არის მხოლოდ მცირე ანონსი, დღეს ძალიან საინტერესო ეთერი გელოდებათ, იმიტომ რომ მსგავსი სიტუაციაში შეიძლება ნებისმიერი მოქალაქე აღმოჩნდეს. და ვინც აправებთ უკვე ცნობილი სიტყვები ქართული რეალობისთვის, ეს რომ შენი შვილი იყოს, დაფიქრდით, ვისაც გავალებენ რომ გაამართლოთ ეს საძაგლობა, ვისაც გავალებენ რომ ეხლა რამენაირად გამოიყვანოთ პარტია, მმართველი პარტია ამ მდგომარეობიდან, თუნდაც თქვენი კომენტარებითა და პოსტებით, დაფიქრდით ეს რომ თქვენი შვილი იყოს, გაიხსენეთ პატარა ბიჭი, რომელსაც პოლიციელები, რომელზეც ძალადობენ, რომელმაც ჩუმად გადაიღო ტელეფონით და ამ პატარა ბიჭს რომ არ გადაიღო, გახდებოდა ეს ცნობილი. მე ჩვენ გვაქვს მაყურებელმა ეს კადრები ინგა, ეს ამბები მაყურებელმა ნახა ეთერში გრაფიკული გამოსახულებით, იმიტომ რომ მსხვერპლების სახეზე ჩვენ დავფარეთ. მაგრამ ჩვენ ხო გვაქვს ეს კადრები ნანახი. თქვენ უნდა ნახოთ ეს ატირებული მსხვერპლები. ეს ატირებული ერთ-ერთზე საერთოდ ეჭვგოქ რომ არასრულწლოვანია, იმიტომ რომ წარმოუდგენელ მსხვერპლია. და რანუ აი ესეც ძალიან პირველ შემთხვევაში ადამიანს თხოვენ რომ მისცეს ისეთი ჩვენება, რის შესახებაც არაფერი არის არიცის და პირდაპირ ისმის მოთხოვნა. თქვის რაც არიცი, თქვის რაც არ გინახავს. მეორე შემთხვევაში ზუსტად სთხოვენ მისცეს ჩვენება და ეს თავს რომ აი ესე თმებს რომ ქაჩავს და კედელზე რომ ახლებინებს თავს. ნუ აი იმის თვალები უნდა ნახო. და ამ ამბავს ცდილობენ რომ რაღაცა იმით პარტიული გაправება მოუწოდოს. წარმოუდგენელი გეგონება რომელიღაც სხვა ხელისუფლების დროს წესით სხვათა შორის ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ და მაინც მივიღეთ გრაფიკული სახით დაფარვის გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ამ მსხვერპლებთან დაკავშირებით ისედაც მძიმე გზაა გავლილი. წესით ეს კადრები და ამ ადამიანების თვალები უნდა აჩვენო თელ საქართველოს და უნდა ნახო, მათ შორის ერთზე გვა არ ვიცით ზუსტად, გვაქვს ეჭვი, რომ იმ დროს მინიმუმ კადრების გადაღების მომენტში შესაძლოა არასრულწლოვანი ყოფილიყო, ეს მხოლოდ ჩვენი ვარაუდი არის, მაგრამ წარმოუდგენელს უკეთებენ. ეს ანონსში კიდე მცირე ფრაგმენტებია მიცემული და სხვათა შორის ანონსი მთავრდება ფრაზით, რას ამბობს საქართველოს პროკურატურა მოგიყვებით 8 საათზეო, მაგრამ აი მართლა საშინელება ხდება. თქვენ რომ რა დანაშაულის ჩამდენი ადამიანი უნდა იყოს, მე არ ვიცი, ვინც ყავთ პოლიციაში გადაყვანილი და იქიდან თქინდება რომ არა დანაშაულს კი არ ედავებიან, მოწმედ ყავთ გადაყვანილი, რომ რაღაც საქმეზე მისცეს ჩვენება. მართლა უნდა აი ეს კადრები რომ აჩვენო გრაფიკული გამოსახულების დამუშავების გარეშე, უნდა სთხოვო ადამიანებს რომ ვისაც ზუსტი გული აქვს ამ ყველაფერს არ უნდა უყუროს. მაგრამ ჩვენ 8 საათზე ბუნებრივია ეს ეპიზოდები სრულად იქნება ნაჩვენები, რაც არის არ ვიცი მე ამას რა ქვია, ამის გამართლებას რა ქვია, მათ შორის პარტიული მხარდამჭერების თუ ვიღაცების ვინც არიან ეს რაღაცა Facebook ჯიბგირები და შემდეგ უკვე მედია, რომელიც წარმოუდგენელს იმაშვება, სხვათა შორის დღეს ერთ-ერთი ჟურნალისტის ადრე მთავარ არხზე მუშაობდა, ახლა ერთ-ერთ სამთავრობო არხზე მუშაობს, აი გავიგე, შეიძლება შენი ოჯახის წევრი ეს იყოს ის წარმოუდგენელი. ეს არ pravdeba. ეს არ არის პოლიტიკოს ოპოზიცია იშლება თუ არ იშლება რაღაცა ამ თემის გაშუქება. ეს არის სასტიკი
ძალადობის ამსახველი მტკიცებულებები და როდესაც ამის გამართლებაში ებმევა ვინმე, ეს იმას ნიშნავს, რომ ის თანამონაწილეა. ნოდარ, მადლობა. წარმატებულ ეთერს გისურვებ და ველოდები, დღეს განსაკუთრებით ველოდები მე 8 საათს მელაძის შაბათის დაწყებას, იმიტომ რომ რაც ნახეთ ანონსში, ეს მხოლოდ ანონსია, თქვენ მოისმენთ. ანონსი ერთი თემაა. დღეს გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი ამბავის, ამიტომ 8 საათზე როგორც თქვენმა კოლეგამ, რომ პირადი საფრთხების მიუხედავად თქვენ ამ ყველაფერს აკეთებთ და ჩემი შეფასება მინდა გითხრათ. აი ხომ რაღაცაში გვადანაშაულებენ, რატომ გააშუქა თურმე TV პირველმა 2022 წლის კადრები. აი მე ჩავთვლიდი, რომ იქნებოდა ჩადენილი დანაშაული მედიას, რომელიც არ უნდა ყოფილიყო ეს კადრები ხელში რომ ჩავარდა და რომ დაე. საქართველოს პროკურატურამ, როდესაც განცხადება გაავრცელა წერილობით 2026 წლის თებერვალში, რატომ არ უჩვენა საზოგადოებას, რატომ დაუმალეთ ხალხს, რა ხდებოდა პოლიციაში, როდესაც გქონდათ ეს კადრები. ამ კადრებზე დაყრდნობით დააკავეთ, აქ რამდენიმე თვის წინ პოლიციელები, მხოლოდ წერილობითი განცხადებით რატო შემოეფარგლეთ, რატომ დაუმალეთ საზოგადოებას, რა სისასტიკესთან გქონდა საქმე და რატომ იყო ეს დანაშაული 3 წელიწად ნახევარი გამოუძიებელი. მოკლედ დაელოდეთ ნოდარ მელაძის გადაცემას. მადლობა წარმატებული ეთერი ინგა.